17 მარტს უწყვეტი პროევროპული აქციების 100-ე დღეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტთან 24 საათიანი პროტესტი დაიწყეს. ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მათ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათიეს. სტუდენტები ქართულ ოცნებაზე ზეწოლის გაძლიერებას აანონსებენ და პროტესტის ამ ფორმით მხარდაჭერას უცხადებენ პროევროპული აქციებისას დაკავებულ 19 წლის ირაკლი მიმინოშულს. ის სეულ სტუდენტია, რომელსაც 4-დან 6 წლამდე ვადით ციხეში გაშვებას უპირებენ. გავატარეთ უნივერსიტეტის 3-0 აუდიტორიაში ირაკლი მიმინოშვილის სეულის 19 წლის სტუდენტის სოლიდარობისთვის. დღეს 17 მარტს გადავწყვიტეთ ქართულ ოცნებას ვანახოთ, რომ ძალა სტუდენტებშია. ერთად გავიარეთ შუქჩამქრალი და გაყინული აუდიტორია. 30 დღე გავატარეთ ღიად სისქვეშ, იმიტომ რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ გვიშვებდნენ. გქონდა სამარცხვინო შეხვედრა გია კავთელიშვილთან, რექტორთან, სადაც მან დადო პირობა, რომ ირაკლი მიმინოშვილს დაუდგებოდა თავდებად, მაგრამ პირობა რა თქმა უნდა ფუჭი აღმოჩნდა და რექტორი სასამართლო დარბაზშიც კი არ გვინახავს. დღეს 17 მარტიდან სეულის სტუდენტური მოძრაობა იწყებს უწყვეტ 24 საათიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე. პროტესტის 100-ე დღეს რუსთაველის გამზირი კვლავ გადაკეტილი იყო. დემონსტრანტების თქმით, გუშინდელ აქციაზე იმაზე მეტი ადამიანი მივიდა, ვიდრე წინა დღეებში. მარტს აქცია გაიმართა საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, რომლის მონაწილეები მოგვიანებით რუსთაველზე მიმდინარე პროტესტს მსვლელობით შეუერთდნენ. გვიანღამით, როცა აქციაზე დემონსტრანტთა რაოდენობა მიკლა, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გახსნა. 24 საათიანი პროტესტის მონაწილეებმა კი პარლამენტის კიბეებთან გადაინაცვლეს. საკანონმდებლო ორგანოს წინ გამოჩნდა პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომელმაც აქციაზე მისული გოგონას ზედაპირული ჩხრეკა სცადა. ჟამერაშვილი დემონსტრანტების მიმართ აგრესიული ტონით გამოირჩეოდა. ეს ის პოლიციელია, რომელსაც აქტივისტები სასამართლოსთვის ცრუ ჩვენებების მიცემაში ადანაშაულებენ. გარდა ამისა, ჟამერაშვილს ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა თანამშრომლებთან ერთად აქციის მონაწილეებისთვის სახლში მიჰქონდა 5,000 ლარიანი საჯარი მოქვითრები. ხო, მოქალაქე ვარ მეც და კანონი რას გულისხმობს, უნდა ხსნიდოთ. გადაიღე? კი. ნახე მან რო აუხსენი? გადაახვიე და ნახე თუ აუხსენი მოქალაქეს, თქვენ რა აუხსენი უკვე მოქალაქეს. თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი პროევროპული აქციები 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. ხალხი ქუჩაში ირაკლი კვებახიძის განცხადების შემდეგ გამოვიდა, რომელიც 2028 წლამდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დღის წესრიგიდან მოხსნას შეეხებოდა.